თუშებისათვის ეს წარმართული სალოცავები ქრისტიანულია. ყველა სალოცავი თუშისათვის არის ქრისტიანული. ოღონდ იქ შესრულებული საღვთისმსახურო რიტუალებს არაფერი საერთო არ აქვს, ასე ვთქვათ, ქრისტიანულ ღვთისმსახურების ფორმებთან. თუშეთი ერთ დროს იყო მაცხოვრებელი თეოკრატიული მმართველობის წესით. ესე იგი, ჯვარ-ხატების მორჩილების ფონზე ცხოვრობდა თუშეთი. ყველაზე მთავარი სალოცავი მთელი თუშეთის არის ლაშარის ჯვარი. მერე სხვადასხვა თემებია: პირიქითის ხეობა, გომეწრის ხეობა, ჩაღმის ხეობა და წოვათა. ამ თემებს არ ჰყავდათ ერთი უფროსი და ჯვარ-ხატებს ხელოსანია, რომელმაც იცის ამ ღვთისმსახურების, ასე ვთქვათ, ტექსტები და ის წარმართავს მთელ ამ დღეობის წესრიგსა და იმას ლოცვას. ძირითადად უფროს კაცებს არჩევენ, ხოლმე შეარჩევენ და ეს კრებულის თხოვს, რომ აბა შენ იცი, შენ წაუძეხვი ამ იმასო და ჯვარში სალოცავის კარზე მიდის ოჯახების შესაწირავი ნაკლებად, ესე იგი, სამ-სამი ხმიადი, ერთი კალტისკვერი, გამხმარი ხაჭა, ხო და ერთი ზედაში. პატარა ბოთლით სასმელი. იმ სასმელით უნდა თქვას ამ შემწირავის სახვეწარი.